მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენ ასეთი თემა, ასე რატომ იქცევა. ეს ავიღე ეს თემა, იმიტომ რომ ეხლა პერიოდი არის ცოტა ისეთი, ასტროლოგიურად ეხლა მეც ვუსმენ ასტროლოგებს და თქვენს თუ გინდათ მოусმინეთ რა, ეხლა რაღაცა რთული პერიოდები შეიძლება იყოს ურთიერთობებში, მაგრამ უკვე შეიძლება დაიწყო. და ვნახოთ დღეს ჩვენ ეხლა რა ხდება და ვკითხოთ რატომ იქცევა, ასე რატომ იქცევა. და კიდე მინდა გითხრათ ერთი ორი სიტყვა, თქვენ ეხლა ვინც უკვე ჩემთან დიდი ხანია, იცით რომ ჩვენ აქ უბრალოდ ტაროს ვიყენებ იმისთვის, რომ გავარჩიოთ რამე სიტუაცია და ვსაუბრობთ კიდევაც და ვიღებთ რჩევებს და ამიტომ მინდა გითხრათ ერთი ორი ასეთი სიტყვა. წავიკითხე რამდენიმე კომენტარი და როგორც ამის წინათაც გითხარით, მე ვგრძნობ ძალიან, რომ ჩემთან ეხლა არის ორი კატეგორიის მაყურებლები. არიან ისეთები, ვინც უკვე ჩემთან დიდი ხანია, ვინც უკვე ან თვითონ ვითარდება, მიდის თავის გზაზე, უსმენს თქვათ რჩევებს თავის გულს და ასე შემდეგ. შეიძლება ესწრებიან ან დაუშვათ ეხლა რამე ჩემს ტრენინგებს, ან თქვათ კლუბში არიან ჩემთან, ან ჩემი მოსწავლე ადამიანები, ვინც მომყვებიან, იმიტომ რომ მე ვლაპარაკობ ძირითადად ურთიერთობებზე და საერთოდ კარმულ თემებზე ვლაპარაკობ. რატომ კარმულს? იმიტომ რომ ეს უფრო ადვილად გასაგები ხდება ჩვენთვის, რატომ ხდება ჩვენ ცხოვრებაში ის თუ ეს, ხო? ან რატომ არ ხდება? ამ კარმულად უფრო ადვილად, ყოველ შემთხვევაში მე ადვილად მოვიპოვე პასუხები და მინდა რომ თქვენც ამით შეგიმსუბუქოთ რამის გაგება, რაც გიჭირთ, ხო? მეორე კატეგორიას, რომელსაც მე აქ ვხედავ, არიან ადამიანები, ვინც ეხლა შემოგვიერთდნენ და შეიძლება ან არ იციან, ან არ უნდა რომ გაიგონ. ეხლა ნახეთ, როცა დავუშვათ, მე კი მესმის, რომ ადამიანს იმისათვის, რომ მაგან აითვისოს რამე ცოდნა, მინიმუმ 7 ჯერ უნდა რომ გაუმეორო ერთი და იგივე. იმიტომ შეიძლება ახლა მასწავლებელი ვარ, საერთოდ გინდა ეხლა მატრიცით და გინდა ცხოვრებით და ამიტომ მიჩვეული ვარ, რომ შემიძლია რამდენიმეჯერ გაგიმეორო ერთი და იგივე. ანუ ეს მესიჯი იქნება იმათვის, ვინც ეხლა ზის და ამობს, რატომ ასე არ ვუყვარვარ მაღალი ძალებს, რატომ ასე მსჯის ბედი, რატომ ასე უცბად მოულოდნელად წავიდა და აღარც ჩანს და არც არაფერი. გეუბნებით, რომ ეს არის ჩვეულებრივი კარმული ურთიერთობა. პარტნიორი მოვიდა თქვენთან და იმისათვის, რომ თქვენ როგორც მასწავლებელი, მოდით ასე რომ ვთქვათ რა, რომ გასწავლოთ თქვენ, სანამდე თქვენ უყურებთ ურთიერთობას, უბრალოდ იმით, რომ არა, მარტო სიყვარული უნდა იყოს თუ Facebook-ის და Instagram-ის შაბლონებით თუ იცხოვრებთ თქვენ, დამიჯერეთ რა, რომ იქნება ძალიან ბევრი სირთულეები. იმიტომ რომ პირველ რიგში რისთვის ხარ მოსული, ხო? თუ ერთი და იგივე ხდება, თუ კაცი გაღმერთებდა, თუ კაცი გეუბნებოდა, რომ ძალიან მაგარი ხარ, ჩემი ქალღმერთი ხარ და მე უცბად რაღაცა მოხდა და გაქრა და შენ ვერ ხვდები და ვერ პოვლო პასუხს, ესე იგი დაიწყო ეს ასე წოდებული გაკვეთილები, მაგრამ აქ კი არ უნდა იტირო, უნდა დაუსვა შენს თავს შეკითხვა, რისთვის, რატომ, გინდა რისთვის, ხო? რა უნდა გავიგო მე? უნდა გაანალიზო ის სიტუაცია, რომელიც იყო მაგამდე, რამე ხო არ ვთქვი მე ისეთი, ან რატომ უნდა ეძებო რა, იმიტომ რომ ეს ხდება კი ბატონო, კარმულში არის ეს მომენტი ნამდვილად, ძალიან ხშირად, რაც მე ჩვენ ასე ვთქვათ, გვაგდებს ამ კალაპოტიდან, იმიტომ რომ უცბად შეიძლება ყველაფერი კარგად მინდა და უცბად რაღაცა მოხდა, რატო? ესე იგი, ეს რას ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს სიტუაციები, როდესაც შენ რბილად გაჩვენებდა პარტნიორი რაღაცას, რასაც შენ უნდა ისწავლო რბილად, ვერ გაიგე, გაატარე, კიდე და მე უკვე შენ თუ არ გესმის, ხო? გართმევენ ამ პარტნიორს იმისთვის, რომ ცოტა ჭკუა ისწავლო. რისთვის ვაკეთებ მე ახლა მაგალითად ეს ტრენინგს ეს ჩემი
არ არის აქ ახლა არიქა და საქმე არა მაქვს, მოდი ტრენინგი ჩავატარო. იმიტომ რომ უკვე ამდენი ხანი ხო ვარ ერთად, მე ხვდები რომ ბევრს აქვს ეს სიტუაციები და მინდა რომ თქვენ დაგეხმაროთ, რომ პირველ რიგში გაიგოთ კარგად, რას ნიშნავს ეგა, რომ არ გქონდეთ თქვენ ეს პრობლემები, ძალიან დიდი კურსივით გამოდის რა და არა ტრენინგით იმდენი რაღაცები ჩავსვი. ხო და რომ აი ბოლოს და ბოლოს გაიგო რა პროგრამები მუშაობს, ანუ მატრიცის მეშვეობით გავიგებ ჩვენ რა პროგრამები მუშაობს შენთან, ხო? რას ვერ სწავლობ? აი რას ვერ სწავლობ შენ კიდე და რატო მეორდება სიტუაცია და ან რატო არ გილაგდება სიტუაცია, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, როგორ უნდა გამოვიდე მე ამ ურთიერთობიდან ან ამ მდგომარეობიდან შეიძლება ეს ამ კარმული ურთიერთობის განიკურნება, შეიძლება, როცა შენ გაიგებ, როცა შენ მიხვდები, რა თქმა უნდა, ამისთვის ძალიან მაგარი ტექნიკები მაქვს, ძალიან მაგარი მედიტაციები მაქვს, პრაქტიკები, რაღაცები და გამოიყენეთ და აღარ გექნებათ ეს ყველაფერი, რაც ახლა ну არ ვიცი რა, ესე იგი მიყვირს რა. ვხედავ რომ ადამიანი უსმენს უამრავს ჩემს ვიდეოს და ну თუ არ გაგიჩნდათ სულ ვიდეო იმისი რომ აი მოდი ვკითხოთ. ან მოდი რაღაცა იქნება და მართლა შემიძლია თავს ვუშველო მე და როცა ეკითხები, ანუ ეს არის ჩემთვის გაუგებარი, იმიტომ რომ როცა მე ახლა დავუშვ ადამიანს სულ ვუსმენ, ესე იგი მე ამ ადამიანისგან რაღაცა ინფორმაციას ვიღებ, რომელიც ჩემთვის არის კარგი, ხო, ყველა რაზე მოусმინოთ რო დავკარგო, ხო? და პლუს კიდე მე ვგრძნობ, რომ ამ ადამიანს აქვს რაღაცა ისეთი ცოდნა, რომელიც შეიძლება მე რამეში დამეხმაროს, ხო? ამიტომ მე მიჩნდება სურვილი, მოდი ამას მივმართო და იქნებ ბოლოს და ბოლოს მე ისეთ დამეხმარება, ну, იმიტომ ჩემ თემებში ერკვევა ეს ადამიანი და მოდი ვკითხო იქნება და დამეხმაროს რა ადამიანმა, რომ საბოლოოდ მე განთავისუფლდე ან თქვა სიტუაციებიდან, რომელიც ახლა მე მაწუხებს და არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ჰარმონიულად, კარგად, ნორმალურად ვიცხოვრო, ბედნიერად, ხო, იქნება რაღაცა იცის, ხო? რადგან მე მაგას სულ ვუსმენ. იმიტომ რომ მე თუ ვინმე არ მომწონს, მე მაგას არ ვუსმენ. მე თუ ხვდები რომ ადამიანი რაღაც ნეგატიური ინფორმაციას აძლევს, ან რაღაცა ისეც რომ აი ნამდვილად ახლა ну, ჩემთვის მიუღებელი, არ მოვუსმენ მაგას, გაიგეთ რა ხდება. აი ეს ახლა მინდოდა მეთქვა, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ მე კომენტარებში არ ვწერ, თქვენთვის აი თქვენ მართლა უდიდესი მადლობა რომ თქვენც უყოლა მწერთ, თქვენ რომ ლაიკებსაც კიდევაც ხედავ რომ უგზავნით სხვებსაც ვიდეოს ყოჩახ თქვენ, ასე ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით ნამდვილად და თქვენ პლუს კიდე ვინც ასე აზიარებს თქვათ ამ ვიდეოს, ამ ინფორმაციას თქვენ ეხმარებით პირველ რიგში თქვენს ახლობლებს და ეს არის თქვენთვის კარმაში პლუსი. იცოდეთ. კარგით და ამიტომ მოდით ახლა განვიხილოთ ეს სიტუაცია რა, იქნება ახლა ასე რატომ იქცევა, ხო? ну შევხედოთ ახლა ამ რაღაც მაგალითზე, ვკითხოთ ახლა ტარო ჩვენ ვიცით რომ არის ჩვენი ფსიქოლოგიის წიგნი, რომელიც აი უცბად გვეთქოს ჩვენ ყველაფერს, ну ალბათ იცნობთ თქვენ სიტუაცია, ან შეიძლება თქვენი ახლობლების სიტუაციას, ან უბრალოდ მიიღეთ რჩევას დაუშვოთ, შეიძლება ეს უკვე იყო თქვენ ცხოვრებაში ეგეთი სიტუაცია და მიხვდებით თქვათ რატომ იქცეოდა მასე დაუშვოთ, ხო? მოდით ეს ვნახოთ. ტრენინგზე ვისაც გაინტერესებთ, ლინკი ვიდეოს ქვეშ ჩემ დამხმარე ჯგუფს მიწერეთ და აგიხსნიან ყველაფერს და იქნება საბოლოოდ მოიშოროთ ეს მომენტები რა არის ისეთ ახლა როცა მე ვიცი ეს რა საშინელება არის, როცა ხარ ასეთ ურთიერთობაში, ვიცი და ამიტომ რაც თვითონ გამოვია, რაც მე დამეხმარა, ამას გაძლევთ თქვენ, რომ თქვენს იყოთ ასე ბედნიერი კაშკაშა გოგოები და ბიჭებიც. ну ბიჭებს ახლა რა ვქნა? ბიჭებთან მუშაობ ინდივიდუალურად. კონსულტაციაზე ვინც მოდის, კი ბატონო. თუმცა მყავს მოსწავლე ბიჭები, ვინც მოდიან ტრენინგზე. და მიხარია ძალიან. так, დავიწყოთ, ვნახოთ ეხლა, ანუ გოგო რა ენერგიაშია? ბიჭი რა ენერგიაში? ვნახოთ ეხლა ფიქრები და გრძნობები, რა თქმა უნდა, ვნახოთ. და ვინც ახლა გადააყრია და დაიწყო მარტო ყურება გაშლის, მე თქვენ გირჩევთ რომ თავიდანაც მოусმინოთ. იმიტომ შეიძლება ხდება რომ მარტო გაშლას ვუყურებ და ანუ რას ამბობს ეს ქალი არ ვუსმენ და ამიტომ მე პრობლემებიც რჩება მე გეუბნებით, იმიტომ რომ მე თქვენ გიზიარებთ აი ჩემ ცოდნას,
პრაქტიკას რა, თეორია ვიცი გადასარევად, მაგრამ თუ პრაქტიკა არა გაქვს და ჯერ გაუზიარე რამდენის გინდა. პრაქტიკა უნდა გქონდეს რა. ყველა ვარიანტი, ჩვენ თვითონ უნდა გქონდეს ეს გამოვლილი ყველაფერი, ადამიანს რამე ურჩიო, ხო? სხვანაირად მე არ შემიძლია ნამდვილად. რაც ვიცი, რაც გავიარე, იმას მე დავუმატე თეორია, იმიტომ რომ მაინტერესებდა რატო გავდება რამ სულელებს, როგორც მე ვფიქრობდი სულელებს და მე გავიგე რაც ხდება. ეხლა უკვე всё. ხო ხედავთ, ნახეთ მთვარის ენერგია, ნახეთ როგორ მომწონს ამ დასტაში მთვარი, შეხედეთ როგორ არიან ერთმანეთზე ადამიანები, გადამბულები და ფიქრობენ რა, ანუ მენტალურადაც ფიქრობენ ეგენი ერთმანეთზე და არიან მაინც იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ეხლა კონდეთ დაშორება, შეიძლება არ არიან ერთად, ხო? ან შეიძლება რამე ისეთი მომენტი, იცით რა არის, ასეთ ეს ძალიან ნახეთ რა ეხლა რომ ჩავუბრმავდეთ, ხო ამას. ეხლა ნახეთ როგორი მაგარი რამეა, შეხედეთ. აი შეიძლება, ხო, ნახეთ რამხელა ვაიმე ქართულად ვერ გამახსენდება ეგ სიტყვა პროპეს ანუ აგიხსნით ახლა ვინც რუსული არ იცით უფრო იმით ან ვინც იცით დაწეროთ რა მქონდა ეგ სიტყვა მაგრამ დამამიწყდა ანუ ეს რას ნიშნავს ნახეთ რაღაცა ისეთი არის სხვაობა მოდით ასე რომ ვთქვა რომელიც შეიძლება იყოს უდიდესი აქ შეიძლება დავუშვა ყველაფერი აბსოლუტურად რომ შეიძლება ასაკიც იყოს შეიძლება სხვაობა იყოს მენტალიტეტში შეიძლება იყოს სხვაობა ანუ ყველა რა ვიცი მე ახლა რელიგია გინდა ახლა ეროვნება ხო არა აქვს მნიშვნელობა მაგრამ სიყვარული როცა არის და სხვათა შორის აი ხშირად მეკითხებიან კიდე ტყუპისალებს აქ გეთითვისება შეიძლება საერთოდ ადამიანი იყოს უცხოელი სხვა ქვეყანაში ცხოვრობს სხვა ენაზე ლაპარაკობს შეიძლება შენ არ იცი მე მქონდა ეგეთი პრეცედენტი გოგომ სპეციალურად ისწავლა ენა და ურთიერთობა ასეთი მანძილზე 10 წელზე მეტი გრძელდებოდა და ანუ სპეციალურად რა იმიტომ რომ ის იყო ინგლისელი ეს გოგო იყო რუსი და ქონდათ აი ეგეთი ურთიერთობა აი ზუსტად მენტალურად ერთმანეთს გრძნობდნენ და ნუ ყველაფერი ტკივილი ერთმანეთს ყველაფერი იმის მიუხედავად რომ აი ეს დიდი სხვაობები შეიძლება იყოს აქ ფინანსური ნებისმიერი რა ანუ მაინც ერთმანეთს ნახეთ როგორ არიან დაკავშირებული ეს ადამიანი მაინც ფიქრობენ იციან გრძნობენ ერთმანეთს იციან ვინ რას აკეთებს თუ ტკივა რამე თუ რაღაც ნუ ეს არის საერთოდ ახლა ძალიან დიდი დაკავშირება ადამიანების რა ძალიან მაგარი აქ გამოხატულება იმ უშუალოდ აი ამ დასტაში მომწონს ძალიან მე შავი დასტები არ მიყვარს მაგრამ აი ეს ძალიან ნუ მომწონს ძალიან უზომოდ ვიდრე როცა ცოტა ისეთ რთული სიტუაციებს განხილვა მიდის რა ძალიან მომწონს так всё დავიწყოთ ახლა იმიტომ რომ გეუბნებით რომ არ არსებობს ახლა თქვენ ხო ფიქრობთ თქვენ ხო ნერვიულობთ აჰა ნუ გოგო არის ახლა ნახეთ რა ენერგია მე-16 არკანი და პლუს კიდე აქაც ძალიან არის აი всё ინგრევა ყველაფერი ისტერიკა ცუდად ვარ ნერვოზი ფსიქოზი ნუ არ შემიძლია რა გავაკეთო რა ვქნა ხო ან შეიძლება სიტუაცია და ვეც აი ნახეთ აქ როგორი საინტერესოდ არის ეს ნუ არ ვიცი ამ ფორმატში თუ დაინახავთ ეს სახლი აი აქ არის ჩამოკიდული რა აი ასეთი რაღაც ეკიდება მაინც რაღაც კი გრძნობ რო ყველაფერი ინგრევა მაგრამ მაინც ეკიდება მაინც მინდა მაინც აი ან აღარ შემიძლია უკვე რა აი ახლა როგორ ну ძალიან ისეთი რა ქვია მომენტი არის რთული მესმის რომ აქ შეიძლება დიდი ტრაგედიას განიცდის ადამიანი იმიტომ რომ ასე აი ყველაფერი ინგრევა ყველაფერი ანუ ну აქ არის როგორ იცით მაგრამ ნახეთ მე რაღაც გითხარით რომ ეს არის როგორი სიტუაცია იცით რაც თქვი თავში შეიძლება გაფრთხილება იყო ვერ ხდება ურთიერთობა მithumetes კარმული მე თქვენ ახლა ტრენინგზე კიდე მოგიყვებით აი აქ ვიდეო დავდე უკვე ეს ვიდეოც იქნება ტრენინგზე სადაც მე ყვები აი როგორი შეიძლება იყოს თქვა შეხვედრები ხო მაგრამ კიდე ერთ ვიდეოს ჩაგიწერთ სადაც უფრო განახებთ ძალიან მყაფიოდ აი მონათესავეს სულები რა მაგათი მოვალეობა რა არის და კარმული მიწერი ურთიერთობა რას ნიშნავს რა რომ თქვენ იცოდეთ კარგად და როცა ადამიანთან ან იქნებით ურთიერთობა ან ხარ ან შეხვდება ადამიანი მიხვდებით ეგრევე ეს ვინ არის ჩემთვის ახლა გაიგეთ იმიტომ რომ აქ ადამიანი უკვე მიიყვანეს იმ დონეზე რომ
ვერ ხდებოდა. შეიძლება ეს იყო უკვე არაერთი ურთიერთობა, დაუშვათ, არის ეგეთი საჯარო გაშლა. ანუ შეიძლება იყოს არაერთი ურთიერთობა, რომელშიც ერთი და იგივე, დაუშვათ, ერთი ასაკის ადამიანები შემოდიან. ერთი თქვათ ახლა ქცევები აქ ერთნაირი შეიძლება იწყება სხვანაირად, მაგრამ ან даже შეიძლება ერთნაირადაც იქცება და შენ ახლა როცა შენ გონია რომ აი აქ არაფერი გამომივიდა, მოდი იქნება ვცადო აი ამასთან. ნახე ეს უფრო კარგია, შედარებას ვაკეთებ, გაიგე? მაგრამ ისე ვისი გამეორდება მერე ბოლოს და შენ უკვე ხარ ანუ გულნატკენი რომ რატო ვერ გავიგე ღმერთ თუ ამიხსენი მე რატომ ხდება ეს ჩემ ცხოვრებაში რატო ერთი და იგივე არის ეს სიტუაციები რატომ მეორდება აი იმიტომ რასაც მე თქვენ სულ გეჩჩინებით ყველა ვიდეოში რა აი იმიტომ და აქ უკვე ბოლო გაფრთხილება კი არა აქ უკვე გითხრეს რომ როდემდე გაკვეთილები რისთვის მოხვედი აქ შენახლა რისთვის მოხვედი აქ აი ეს არის პერიოდი როცა ადამიანი მართლა შეიძლება მაგის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალოს როცა ნამდვილად აი უკვე შენ ხარ ანუ აქ ჭირდება დახმარება ან შენ თვითონ თუ ხარ მაგარი ახლა მე მაგალითად წლები დამჭირდა რომ მე თვითონ რო ვიყავი ხო მე თვითონ ხო და ნუ ყოველ შემთხვევაში მოვაგროვე იმდენი ცოდნა რომ შემიძლია ახლა დავეხმარო სხვებს ნუ შეიძლება შენს ეგეთი გზა გაქვს მე არ ვიცი რომ შენ თვითონ და მე დაეხმარებ სხვებს იმიტომ რომ ეს არ ხდება ტყილა უბრალოდ აი მინდა გაიგოთ რომ ნებისმიერი სიტუაცია რომელიც ხდება ჩვენ ცხოვრებაში არ ხდება შემთხვევით ჩემო სიხარულებო ამაზე უკვე რუსულად ნათქვამი არის საბაკუსიელა რა აი ძაღლი შევჭამე უკვე ვიცი აი ყველანაირად გავაანალიზ და მინდა რომ მაქსიმალურად თქვენ ეს აგიხსნათ რომ დაიჯეროთ რომ ანუ არ ხდება არაფერი რა სანამ შენ ეწინააღმდეგები სიტუაცია სანამდე შენ ხარ ისე რომ არა ის ცუდია ის არის იმისი ბრალია ამისი ბრალი მე კარგი ვარ ისინი არიან ცუდები ასე იქნება სულ სანამ ვერ გაიგებ და არ დაფიქრდები იმას რომ მოდი აბა გავიგო იქნება და მე მჭირს რაღაცა რა აი ეს არის ეგეთი პერიოდი, გაიგე და აქ უკვე ადამიანს უკვე ისტერიკაში ვარდება, მაგრამ აი ეს ჩვენ გვიჭირს, იმიტომ რომ ის ადამიანები რო შემოდიან, ხო, ისინი გვაჩვენებენ ჩვენ აი კარმულში, ასე ვთქვათ, მწარ ურთიერთობაში. გვაჩვენებენ ჩვენ იმ ჩვენ აჭირდილებს, ხო, რომელიც ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენში დავინახოთ, არ გვინდა, ჩვენ კარგები ვართ, ხო, არ გვინდა. მიხვდეთ? მაგრამ ცუდები არც ავართ, უბრალოდ ეს არის რაღაცა მომენტები, რომელიც უნდა დავამუშავოთ. აი ეს მინდა მაქსიმალურად აგიხსნათ რომ ამ რატო იცით ამას როცა მიხვდებით თქვენ აი გაგიადვილდება ცხოვრება დამიჯერეთ აი ეს არის ჩემი მიზანი რომ თქვენ ეს იმიტომ რომ მე თვითონ ვიცი ეს რა სიმწარია ეს ძნელია და ამიტომ შენ როცა გამოდიხარ ამ სიძნელეებიდან ხო შენ უკვე მე ამოისუნთქა ვიცი რატო ხდება და ნებისმიერი მე რაღაცა პატარა თქვაც ეს წაჭყუბება რაღაცა გაწყენინა ან რაღაცა თქვა შენ უკვე იცი რატო არის ეს ყველაფერი აღარ წყინს არაფერი და უკვე არ იღებ გულთან შენ უბრალოდ ეგრევე всё ავტომატურად აჰა და რა მოდი დავფიქრდე მე სად რაღაცა ვქენი აჰა ეს ხო всё განიმუხტე სიტუაცია მიხვდით მაგრამ ის მინდა რომ გასწავლოთ, რადგან მოხვედით ჩემთან და ხართ, ესე იგი თქვენ გჭირდებით და მე ხსნი. ნუ ხო გეუბნებით, აქ თვითონ კი ძალიან ძლიერი ხო, მაგრამ არის ეს რა ქნას, ხო, კი ბატონო, იმიტომ რომ აქ არის, ნუ ღმერთო ჩემო შეხედეთ. ანუ აჩვენებს ადამიანი რას, ხო, ფიქრობს რომ მე მაინც ძლიერი ვარ, მე მაინც ისთან ერთი მომენტი მომწონს აქ კიდე რომ იმის მიუხედავად რომ სიტუაცია დაძაბულია ადამიანს ყოველ შემთხვევაში აქ რაღაცა ისეთ ინტუიციის დონეზე გრძნობს რომ ეს ურთიერთობა ნუ ჩვენ ერთად შეგვიძლია ვიყოთ რა უბრალოდ არ ვიცი როგორ შეიძლება კი გრძნობაზეც აი ვერ ხსნის გაიგეთ აი ანუ ბევრს ფიქრობს ამ ურთიერთობებზე, მაგრამ უკვე ფიქრობს როგორ იცით რომ აი ილუზიებში ხო არა ვარ მართლა რა აი ანუ ოცნებობს კი უნდა თქვა აი ხო შეიძლება ასე აი ხო შეიძლება ისე მაგრამ შეხედეთ ქოცნობიერში რა ხდება ეს ადამიანი არის საშინელ დღეში ეს შეიძლება გარედან კიდე აჩვენოს რომ თქვა მე კარგად ვარ მე ძლიერად ვარ კიდე რაღაცას ყოფნინოს რაღაც მაგრამ სინამდვილეში მაგრამ უკაცრავად ეხლა მოვაჩინე რომ არ ამიკეთია მიკროფონი და შეიძლება ხმა ცოტა ისე იყოს რა მაპატიეთ ეხლა დარინა და მაგრამ მაინც ნუ იმედი მაქვს რომ კარგად მაინც გაიგებთ რა და მავიცდა მიკროფონის გაკეთება
ხო და ამიტომ ნახეთ ახლა მაგრამ ოცნებო კი უნდა რომ იყოს უნდა გარმონია უნდა ბედნიერი ურთიერთობა უნდა რომ ეს ადამიანი დაბრუნდეს კი უნდა რომ ყველაფერი აი ზის და ფიქრობს ნამდვილად უნდა მაგრამ აქ გეუბნებით всё მე-16 არკანი კარმა ეს მეტი რაღა გინდათ ხო აქ ძალიან ადამიანი ცუდ დღეში არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი განცდა აქვს, უზომო დიდი განცდა აქვს, იმიტომ რომ აღარ შემიძლია რატო. აქ არის ორი ვარიანტი, გეუბნებით, რომ ის რა ქვია, ან შენ ისე იქნები შეიძლება რა ვიცი მე. იმიტომ რომ აი ეს მომენტები რომ თქვათ, იმესაც წავიდე, ვის თხოვო, ვის კითხობული არა მაქვს და იჯდება თვითონ, ძალიან რთულია აი ამ მდგომარეობაში ჯდომა. თუ ვინმე არ აყავთ ისეთი ადამიანები ხა ჩემს პერიოდში ყოველ შემთხვევაში ასე არ იყო გავრცელებული ეს ინტერნეტი და ეს ექსპერტები როგორც ეხლა რანაირიც გინდა აგერ არიან და ყველა რაღაცას გეუბნება იმ პერიოდში როცა მე გავდიოდი კარმული ურთიერთობას მარტო წიგნები იყო და კიდე კაი რომ ვიყავი ესეთ აი ქსელური მარკეტინგით ვიყავი და კავებული და ძალიან მაგარი იყო იქ გუნდი უძლიერესი და იქ იყო მიმართულება უშუალოდ აი ძირითადად აქცევდნენ ყურადღებას ურთიერთობებზე და 7 წლის განმავლობაში თვეში ერთხელ მაინც დავდიოდი საზღვარგარეთ კონფერენციებზე სადაც აი ამას დიდი აქცენტს აკეთებდა ამიტომ ბევრი რაღაცა იქიდანაც ვისწავლე ხო მაგრამ ისე რომ თქვა შენ ახლა სულ მარტო ხარ დაუშვად და შენ ახლა შენით ფიქრობ აქ ძალიან რთულია ეს ბიჭიც ნახეთ ახლა როგორ არის ახლა კი ბატონო ახლა ეს ნახეთ რა შვება ახლა ეს ადგა დაიმალა და თან გიყურებს გაიგეთ ახლა მაინც ახლა ვერ გეტყვით რომ ამას არ აინტერესებს რა ხდება და აი ეს პოზიცია კიდე რა არის ნახეთ როცა ადამიანი აი მე სულ მაგას გეუბნებით ნახეთ რომ ადამიანი რომელიც არის ჩვენ რა თქმა უნდა ორივე ერთმანეთზე მოქმედებთ მაგრამ ახლა ნახეთ რა ხდება ზოგჯერ და ძალიან ხშირ შემთხვევაში ვინც მოვიდა როგორც მასწავლებელი ის კი იქცევა რაღაც ასე ვთქვათ უცნაურად ხო თვითონაც არ იცის რა ხდება გაიგეთ რა ხდება არ იცის გაიგეთ ზის და უყურებს რომ ანუ ნახეთ რამხელა კედელი ააშენა და ამ დროს იყურება იქით აინტერესებს იმიტომ რომ თვითონაც ვერ ხდება რა არის იმიტომ რომ ახლა რა თქმა უნდა ჩვენ გვავიწყდება ეს ყველაფერი როცა კი მოვდის სული ახლა თავისი ამოცანებით მაგრამ მე ავიწყდება რისთვის რატო ვიქცევი ასე მე რა ვიცი რატო ვიქცევი ასე აი ეს არის ზუსტად აგერ არის კი აი არ ვიცი გეუბნებით თან თვითონაც არის აი ისეთ დღეში რომ რა გითხრათ მასწავლებელია თქვენი გეუბნებით ეს ადამიანი მასწავლებელი იმიტომ რომ გრძნობაზე არ იცი როგორ რანაირად გამოვხატო არ იცი რაზე ვგრძნობ მე ახლა არ ვიცი ვაფშე რა ხდება ხო ახლა მე კაცე ვარ და ასე მოვიკეცე როგორც მინდა ანუ ამას ახსნა არ აქვს თავის საქციელს გაიგეთ რა ხდება ამ დროს შემიძლია გითხრათ რომ ახლა აქ შეიძლება იყოს კიდე როგორი მომენტები იცით ეს ადამიანის რისთვის შემოვიდა ამ ურთიერთობაში არ იცის ნამდვილად არ იცის და პლუს კიდე ამას არ მოსწონს შეზღუდვები ახლა რომ შეიძლება თქვათ რომ მე არ ზღუდავ მაგრამ ახლა შენ თუ დაუშვათ სულ იმაშვები რომ აი თქვათ რისთვის ან რატო არ მერეკავ რატო ყურადღებას არ მაგცევ რატო არ ასე არ იქცევი რატო ისე არ იქცევი ხო მაგრამ ეხლა არის პერიოდი თქვენთან არის ნახეთ კარმული ურთიერთობაში არის პერიოდი როცა არის ყველაფერი აი გადასარევად ბედნიერად ხართ ანუ ერთმანეთის აი სუნთქვა სიჭერთ აი ფიქრობთ რა ერთმანეთს რა ვასიამოვნ აი არაჩვეულებრივად და მე უცბად რაღაცნაირად აი სწორად გილზე რაღაცა ფუჭდება იმიტომ რომ გვაძლევენ ეს როგორც ახლა მშობიარობა თუ ვინმე გამოუცდიათ ანუ ეს ტკივილი როგორ მიდის ხო ჯერ ძალიან ანუ მიდის რაღაცა პერიოდი მე აი ეს გეტკინება ძალიან და მე და გიშვებს ხო ეს ტკივილი და რაღაც ვაიმე ღმერთო რა ბედნიერება ხო და რაღაცა ეს პერიოდი კარგად ხარ მე ისე
და შენ თუ დაუშვო და მართლა ისე რა კაი შედარება ეხა ვინც იცის გამოუცდია მშობიარობა ძალიან კარგად იცის რა ჯერ ცოტა ხანი მიდის ეს ნორმალურად კარგად მე უცბად დაიწყება ტკივილი მე ისევ გიშვებს და აი ნახეთ ან როგორ ჯერ კაი ხანი ხარ თქვა ეხა არ გტკივა მე ძალიან მოგიჭერს მე ისევ და ნახეთ აი როგორც აგიხსენეთ ზუსტად ნახეთ ბუნებაც როგორ არის რა ანუ აწყობილია ეხა ეს მომივიდა ეს მეტაფორა და აი ნახეთ რა საინტერესო აი როგორც კარმონში ჯერ გაძლევენ პერიოდს რომ შენ მიეჩვიო შენ ეხლა კარგად იყო ხო მიეჩვიე მე გაძლევენ გაკვეთილს მე ისევ და მე ისევ ვერ ხდები და მე იწყება ეს ტკივილი რო არის ხო და მე ბავშვი იბადება ანუ რაღაცა იბადება რაღაც ან ერთად ხართ ან არა აი კარმონში რა ნახეთ ბუნებრივადაც რა საინტერესოა ხო ხდებით რა ანუ ბავშვიც რომ მოდის ხო უკვე იქიდან იწყება და თითქოს აჩვევს ბუნება რომ შეიძლება ეგეთი რამე იყოს და სხვათა შორის ისე დაიხლა რა საინტერესო ინსაიდები მომივიდა ანუ ვინც ადვილად აჩენს იმათ ბავშვებს სხვათა შორის შეიძლება არ ქონდეს იმდენად რთული პერიოდები ცხოვრებაში გაიგეთ ანუ ვინც შეიძლება ბავშვი აი ან თქვენი ცხოვრება გაიხსენეთ გაანალიზეთ ვინც ცოტა მტკივნეულად მოვიდა ნუ რაღაცები შეიძლება იმას უფრო მეტი შეიძლება გქონდეს რაღაცა მომენტები მერე გასავლელი და ბავშვობაში სხვათა შორის ვისაც აგან რთული ბავშვობა ხო ეს მადლობა მშობლებს იმიტომ რომ მშობლები ჩვენ გვამზადებენ იმისთვის რომ მერე ჩვენ გავიაროთ ეს გაკვეთილები უფრო ადვილად ჩვენ ხო გწყინს რაღაცები მაგრამ აი ხა იმ ხლა მადლიერებით ვიხსები დედაჩემის მიმართ რომელზეც წენა მქონდა ალბათ რა ვიცი რამდენი წელი 1.35-ს უმცირე და ანუ ეხლა ყველაფერზე მადლიერი ვარ იმიტომ რომ ეს საქციელები რო არ ყოფილიყო აი ნამდვილად ვერ ავიტანდი იმას რაც გავიარე ცხოვრებაში და ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ ტრენინგზე და ცოტათი მაინც გაჩვენებ თქვენ მე აი რამხელა მნიშვნელობა აქვს მიიღება ჩვენი მშობლების რა აი ეს ყველაფერი დააკვირდეთ რა იმიტომ რომ ეხლა ну აქ ტრანსფორმაცია აქ ადამიანი არ გადის გაიგე ტრანსფორმაციას რა ხდება გოგო აქ არ გადის ტრანსფორმაციას ანუ სულ ფიქრობს რომ ვიღაცის ბრალია აქ წერტილი დაისვა ეხლა კი აქ ახლა უკვე როგორი მომენტი არის რომ ადამიანი არ ანუ აქ იმდენი იყო უკვე რა ქვია ნაჩვენები ადამიანი არ იღებს რა გაკვეთილს არა და ამიტომ არის ეხლა დასმულია წერტილი გაიგეთ რატო რა ხდება აქ და ამიტომ ეს ადამიანი მოვიდა როგორც მინდა რომ გაგაგებინო რა მაგრამ თუნდაც ვერ ხდება რა ხდება აქ ნების აქ ყველა ვარიანტი არის კარმული პარტნიორი ძალიან ისეთი აქ კონტრაქტი ხო აი კონტრაქტებს მედიტაციას გავაკეთებთ რომ ეს კონტრაქტებს ჩვენ უკვე დავარღვევთ რა ანუ დავაშორებთ იმ ძველი ურთიერთობებზე რომელიც თქვენ შეიძლება დღეს გიშლიან ხელს რომ გააგრძელოთ თქვათ სხვა ურთიერთობა ნუ ეს უბრალოდ ახლა მახსენდება რაღაცებს გეუბნებით ხო და ხო მიხვდეთ ახლა რა ხდება აქ ანუ ესე იგი ადამიანი ანუ აქ არის დასმული წერტილი როცა უკვე ნამდვილად ну თუ შენ არ შეიძლება მე უკვე აღარ ვიცი რითი გაგახსნა გოგო ახლა დგას და ფიქრობს всё დასრულდა მე არ ვიცი რა ხდება არის ესე იგი ну კი არის მოლოდინი მაგრამ ეს ელოდება ბიჭი დგას და ელოდება როდის შენ რამეს მიხვდები ну ეს ასე მუშაობს ხო რა უყო რა გავაკეთო აი მოდით აბა ვნახოთ მაშინ ნუ ხა რატო იქცევა მასე მე უკვე გითხარით თქვენ აქ ახლა მეტის დასამატებელი მე არაფერი მაქვს ნუ უბრალოდ გითხოთ დაუშვოთ იქნება აქ დაბრუნება მოდით იცით როგორ ვკითხოთ გოგოსთვის კი გავიგეთ ჩვენ უნდა გაიგოს თავისი პროგრამები და ყველაფერი აბსოლუტურად ხო იმიტომ ვაკეთებ გაშლავს გეუბნებით ყველას რომ პირველად მატრიცასთან ერთად იმიტომ რომ იქ სულ ყველა პროგრამები აბსოლუტურად არის იმიტომ და ეგრევე ხდები რა პროგრამას გადის და მოდით ასე ვთქვათ თუ დავუშვათ და ნუ მოდით დაბრუნდება თუ არა ეს ბიჭი ვკითხოთ და რა შემთხვევაში აუცილებლად ეს ბიჭი დაბრუნდება აუცილებლად მაგრამ რა შემთხვევაში აი რა შემთხვევაში და როცა შენ მიხვდები რა მინდა მე აი თუ როცა შენ მიხვდები როცა შენ მაგას მიხვდები
და აი აქ არის ნახეთ როგორი მომენტი, იმიტომ რომ ეს ადამიანი ახლა ანუ ეს როდეს და გააჩნია შენ როდეს მიხვდები, იმიტომ რომ შეიძლება ნახეთ ეს იყოს ზოგჯერ არის თქვათ მალევე ბრუნდება ადამიანი, ზოგჯერ არის თქვათ შეიძლება 3 კვირა, ზოგი 2 თვე შეიძლება არ დაბრუნდეს, ხო? ეს უკვე არის თქვენზე დამოკიდებული, რამდენი დრო დაგჭირდება თქვენ იმისთვის, რომ გაეგოთ რისთვის იყო ეგ სიტუაცია, რომელიც მოხდა. აი ეს არის ზუსტად. თორე ნამდვილად ამ ადამიანს დაბრუნება უნდა ხოლოდ მაშინ, როცა შენ გაიგებ და დასვენს გამოიტან რისთვის მოხდა ეს ყველაფერი და რა უნდა თქვა და შეცვლი ამ სიტუაციას. მაშინ კი ბატონო, კი ბატონო. კი, შენ თუ შენ დარჩები კიდე აი ესე რომ მოიცა რა სისულელეა და ეხლა კარმული კი არა და ისე კიდე მე არც არ გავაკეთებ თუ არ უნდა და იყოს იქა ვისიც მე არ ჭირდება. ოკეი. არ არის პრობლემა არანაირი. მე უბრალოდ გეუბნებით როგორც მუშაობს ეს. მე გეუბნებით როგორც მუშაობს, კი. მაგ შემთხვევაში ბიჭი არ დაბრუნდება. ანუ ასეთი გაშლა იყო ჩემო ლამაზებო, შეიძლება ვინმესთვის იყო ეს ინფორმაცია საინტერესო და საჭირო, მე გელოდებით თქვენსა კომენტარებში. მიყვარხართ ძალიან და გელოდებით ტრენინგზე. სადაც ჩვენ თავისუფლდებით და ვიქნებით თავისუფლად და ბედნიერად.